ტერმინი მანდელას ეფექტი პირველად პარანორმალური მკვლევარის ფიონა ბრუმის მიერ იქნა შემოღებული. სახელი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ათასობით ადამიანი ფიქრობს, რომ სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა, მაშინ როცა სინამდვილეში იგი გათავისუფლების შემდეგ კიდე მრავალი წელი ცხოვრობდა. რაც შეეხება თავად მანდელას ეფექტს, ის აღწერს გარკვეულ სურათებს, ფაქტებსა და ისტორიის სხვა ასპექტებს, რომლებიც თითქოს და შეიცვალა. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის მდებარეობა ატლასზე. ბრენდების ლოგოები, რომლებიც უცებს სხვანაირად გამოიყურება, ან თუნდაც 80-იანი და 90-იანი წლების ალბომების კბები, რომლებიც აღარ გავს იმას, როგორიც ადრე იყო. ბევრმა ადამიანმა ეს ფენომენი შვეიცარიაში 2008 წელს დიდი ადრონის კოლაიდერის ჩართვას დააბრალა და ისინი ამტკიცებენ, რომ იქ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ჩვენი რეალობა სხვა რეალობასთან გლობასთან გააერთიანა, ან რომ ახლა საერთოდ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ათნომერი სკოლაში ყოფნისას ჩვენგან უმეტესობა საკმაოდ კარგად ეცნობა მსოფლიო რუკას და თითოეული ქვეყნის მდებარეობას. ამგვარი ინფორმაციის დამახსოვრება რთულია წლების შემდეგ, სკოლის დამთავრების შემდეგ, მაგრამ ადამიანების უმეტესობას მაინც შეუძლია ატლასზე უფრო ცნობილი ქვეყნების პოვნა. ამიტომ ძნელია დაეჯერო, რომ მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი ფიქრობს, თითქოს ზოგიერთი ქვეყანა რუკაზე გადაადგილდა, მაშინ როცა სხვები ამტკიცებენ, რომ ისინი ისევ იმავე ადგილას არიან. ამ განსხვავების გამო ეს შემთხვევები მანდელას ეფექტის ფენომენად ითვლება. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ბევრის აზრით აღარ იმავე ადგილას მდებარეობს, როგორც ადრე, არის ნიუ-ზილანდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან უმეტესობას არ გაუჭირდება მისი პოვნა მსოფლიო რუკაზე, რადგან ის ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ზოგიერთ ადამიანს რუკაზე ყურებისას გაგვირვება დარჩა, როცა გააცნობიერა, რომ ნიუ-ზილანდია თითქოს ახალ ადგილას აღმოჩნდა. ბევრმა ადამიანმა ინტერნეტს მიმართა ამ საიდუმოს განსახილველად თემებში, დისკუსიის ჯგუფებსა და პარანორმალურ ფორუმებზე, რადგან მათ არ აქვთ ახსნა, რატომ გადაადგილდა ქვეყანა, ან რატომ სჯეროდათ, რომ ის თავიდანვე სხვა ადგილას იყო. ამ დისკუსიებში მონაწილე ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ ნიუ-ზილანდია ადრე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მის ყველაზე ახლო მეზობლად მდებარეობდა. სხვები ფიქრობენ, რომ ნიუ-ზილანდია ისევ იმავე ადგილასაა, სადაც ადრე იყო, მაგრამ ავსტრალია რუკაზე უფრო სამხრეთით გადაადგილდა, ვიდრე ადრე იყო. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, რის გამოც ბევრი ადამიანი დაბნეულია იმით, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ცრუ მოგონებებს უწოდებს. მეტად სავარაუდოა, რომ მათ უბრალოდ არასწორად დაამახსოვრლათ ქვეყნის მდებარეობა, მაგრამ ზოგი ადამიანი ამაში დარწმუნებული არ არის. ისინი გრძნობენ, რომ ჩვენ სამყაროში რაღაც შეიცვალა და ახლა ახალი ზელანდია სხვა ადგილასაა, რადგან ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ქალმა, რომელიც კალიფორნიიდანაა, განაცხადა, რომ წლების წინ დედამიწის გლობუსი იყიდა და ერთ დღეს ავსტრალაზიის შესახებ ფიქრობდა და იმაზე რამდენად ცოტა იცოდა იმ რეგიონზე. მან გლობუსს შეხედა და გონებაში ჩაინიშნა, რომ ახალი ზელანდია ავსტრალიის დასავლეთით მდებარეობს. მაგრამ, როცა რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეამოწმა, ახალი ზელანდია იმავე ადგილას აღარ იყო, რამაც დააბნია. ერთმა Reddit-ის მომხმარებელმა პლატფორმაზე დაწერა, რომ პანიკის შეტევის ვარზე იყო, რადგან გრძნობდა თითქოს მთელი მისი რეალობა ეჭქვეშ დადგა. სხვა მომხმარებელმა დაამატა, რომ დაწყებით სკოლაში გეოგრაფიის ჯილდო მოიგო და ამიტომაც ძალიან კარგად ახსოვდა მსოფლიო რუკა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გაოცდნენ, როცა გააცნობიერეს, სად მდებარეობს სინამდვილეში ახალი ზელანდია. ნომერი 9. ალექსანდერ ჰემილტონი არის სახელი, რომელიც თითქმის ყველა ამერიკელ მოქალაქეს სმენია. ის დაიბადა 1745 წელს ბრიტანეთის დასავლეთ ინდოეთში და მუშაობა დაიწყო 11 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც მამამ ოჯახი მიატოვა და თავის თავზე მიუტოვა. თავდაპირველად მან ნიუ-იორკში ბუღალტრიულ კომპანიაში კლერკად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ბუღალტერი გახდა და საბოლოოდ მენეჯერის პოზიციამდე მიაღწია. შემდეგ მან სწავლა ნიუ-ჯერსიში დაიწყო, სადაც წარმატებული სტუდენტი იყო, მაგრამ სწავლა შეაჩერა ASH-ის აჯანყების გამო დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ის ბოსტონის შაისვეულების მხარდამჭერი იყო და 1775 წელს გამოაქვეყნა ბროშურების სერია, სადაც მხარს უჭერდა ბრიტანული პროდუქციის ბოიკოტს, რომელსაც ამერიკა იმპორტირებდა და ექსპორტზე გაქონდა. და მან დაწერა თავისი მოსაზრება ბრიტანეთის პოლიტიკაზე კვებეკში, კანადაში. წლების განმავლობაში ჰემილტონი სულ უფრო მეტად ერთვებოდა პოლიტიკაში და ალბანში იურიდიულ მეცნიერებებს სწავლობდა. ის კონტინენტურ კონგრესში აირჩიეს და შემდეგ დაიწყო მტკიცება, რომ ამერიკა სუსტდებოდა კონფედერაციის მუხლების გამო. შემდეგ ის გახდა პირველი ფინანსთა მინისტრი. ამ პერიოდში მან შექმნა ეროვნული ბანკი, მართავდა რევოლუციური ომის ვალს და დააარსა აშტ-ში-ის ზარაფხანა. ის იყო 85 ფედერალისტური წერილიდან 2-დან 51-ის ავტორი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის კონსტიტუციის რატიფიცირებაში. მან ასევე დაარსა ფედერალისტური პოლიტიკური პარტია, რომელიც გადაიქცა ორპარტიულ სისტემად, რაც თვემდე მოქმედებს აშშ-ში. მაგრამ ყველაზე მეტად ის აშშ-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად ახსოვთ, რის გამოც ახლა მანდელას ეფექტის საიდუმლოს თემაა.
ჰემილტონმა საინტერესო და ზოგჯერ ქაოსური ცხოვრება განვლო და მისი გარდაცვალებაც 1804 წლის 12 ივლისს საკმაოდ არარეგულარული იყო. იმ დროს ჰემილტონი დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტში იყო ვიცე-პრეზიდენტ ერონ ბურთან. მან ბური დაადანაშაულა პოლიტიკურ ოპორტუნიზმში და პრინციპების არქონაში და კიდევ აქტიურად ლობირებდა მის წინააღმდეგ. 1804 წელს ბური ნიუ-იორკის გუბერნატორად იქრედა კენტს, მაგრამ კვლავ ჰემილტონმა ჩაერია. ერთ სადილზე ჰემილტონს მოусმინეს, როგორ უწოდებდა ბურს საშიშ ადამიანს და ბურმა იგრძნო, რომ ამან მისი კარიერა და რეპუტაცია დააზიანა. მან ბოდიში მოითხოვა, მაგრამ ჰემილტონმა უარი თქვა და ორივე კაცმა გადაწყვიტა, რომ უთანხმოება დუელით მოეგვარებინათ. 11 ივლისის დილით ისინი ნიუ-ჯერსიში შეხვდნენ და მას შემდეგ, რაც წესები დადგინდა, ორივე კაცმა იარაღი გაისროლა. ჰემილტონმა ტყვია ბარის თავზე ხეს მოხდა, ხოლო ბარის გასროლამ მიზანს მიაღწია და ის მეორე დღეს გარდაიცვალა. ესე დასრულდა ჰემილტონის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება, მაგრამ საუკუნეების შემდეგაც ის კვლავ აინტრიგებს ბევრ ადამიანს მანდელას ეფექტის წყალობით. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ როდესაც გაიგეს ჰემილტონი არასდროს ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტი, ისინი გაოცებულნი დარჩნენ. უმეტესობა ისტორიკოსებისა და მეცნიერებისა თვლის, რომ ეს მცდარი წარმოდგენა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ჰემილტონი გამოსახულია აშშ-ის ვალუტაზე და ის იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა. ერთმა კაცმა განაცხადა, რომ მას ნათლად ახსოვს, სკოლაში ასწავლიდნენ, თითქოს ჰემილტონი იყო მეათე პრეზიდენტი და მან მოიგო დუელი ბურთან. მასაც კი ახსოვს, რომ ამ თემაზე მიუზიკლი დაიდგა, თუმცა ეხლა ვეღარ პოულობს მას. ნომერი 8. როცა საქმე მანდელას ეფექტს ეხება, ფილმი ოზის ჯადოქარი ხშირად ეხსენიება, რადგან ის არამხოლოდ ერთის, არამედ ამ უცნაური ფენომენის რამდენიმე შემთხვევის საგანია. და ფილმის ზოგიერთი თავგამოდებული გულშემატკივარიც კი გამოხატავს დაბნეულობას იმ ცვლილებებზე, რომლებიც თითქოს განხორციელდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, რაც კი ოდესმე შექმნილა, და ამიტომაც ლოგიკურია, რომ ჩვენგან უმეტესობას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს ის სცენები, რომლებიც უთვალავჯერ გვინახავს. მაგრამ ინტერნეტში გამოქვეყნებული პოსტების წყალობით ვიცით, რომ ასე არ არის. ვინც ამ ფილმს არ იცნობს, ის მოგვითხრობს ობოლ გოგონაზე სახელად დოროთი, რომელიც კანზასიდანაა. მას და მის ძაღლ ტოტოს ბებია ბაბუასთან ერთად ფერმაში ცხოვრება უწევთ, მაგრამ პრობლემაში მაშინ აღმოჩნდებიან, როცა ტოტო მეზობელს უკბენს და დოროთი გარბის, რადგან ეშინია რა შედეგები მოხვება ამას. მაგრამ დოროთი გადაწყვეტს სახლში დაბრუნებას, როცა მიხვდება, რომ ტორნადო ახლოვდება. და როცა თავის საძინებელში იმალება, ტორნადოს მიერ სახლის დანგრევისას დოროთი გონებას კარგავს. ტორნადო მას და ტოტოს ოზის ქვეყანაში მანჩკინლენდში წაიყვანს. აქ ის ხდება უამრავ საინტერესო პერსონაჟს, მათ შორის კეთილ ჯადოქარს, თუნუქის კაცს, ლომს, ჩალის კაცს და სხვებს. ჩალის კაცს ტვინი სჭირდება, ლომი სიმამაცეს ეძებს, ხოლო თუნუქის კაცს გუნი სჭირდება. და ისინი ყველანი იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერს იპოვიან ზურმუხტის ქალაქში მცხოვრები ჯადოქრის დახმარებით. შემდეგ ირკვევა, რომ ჯადოქარის სინამდვილეში სუსტი მოხუცია და ის ეხმარება მათ გააცნობიერონ, რომ ყველაფერი, რასაც ეძებდნენ, თავიდანვე მათში იყო. დოროთის ეუბნებიან, რომ სამჯერ დააკაკუნოს ქუსლები და გაიმეოროს ფრაზა „სახლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“, რის შემდეგაც ის ტოტოსთან ერთად კანზასში თავის საწოლში ბრუნდება. ბევრი ადამიანი მას ყველა დროის საყვარელ ფილმად ასახელებს და დღეს ის კლასიკად ითვლება. მაგრამ ზოგიერთი ხანგრძლივი დროის გულშემატკივრის თქმით, ფილმს ბნელი საიდუმლო აქვს, რადგან ის მანდელას ეფექტის გამო შეიცვალა. ზოგი ადამიანი იხსენებს, რომ ბუჩკი ხელში ცეცხლსასროლი არახს იჭერდა, როცა ჯგუფი ბოროტი ჯადოქრის სასახლეში ეძებდა, მაგრამ ისინი გაოცებულები დარჩნენ, როცა ფილმის ხელახლა ყურებისას აღმოაჩინეს, რომ ასე არ იყო. მიუთითებენ, რომ მათ შეიძლება ფილმის ბოლო ნაწილში ბუჩკის მიერ დაჯერილი ნაჯახი ცეცხლსასროლი არაღად მიიჩნიეს. ან კი სხვა პერსონაჟებთან, ლომთან და თუნუქის კაცთან აერიათ, რომლებიც შესაბამისად ხელში მახულს და ბადეს ატარებენ. შემდეგ არის ცნობილი ფრაზა, რომელიც დასავლეთის ბოროტი ჯადოქარი ამბობს. ერთ მომენტში ის თავის ფრინავ მაიმუნებს მიმართავს სიტყვებით „იფრინეთ, ჩემო ლამაზებო“ და ეს ფრაზა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ციტატად ითვლება. მაგრამ სინამდვილეში ეს ფრაზა არასოდეს გამოყენებულა. ამის ნაცვლად ის ამბობს „აღარ დარჩა ბევრი, ჩემო ლამაზო, აღარ დარჩა ბევრი“. გარდა ამისა, ხალხს ახსოვდა, რომ დოროთი თეთრ წინდებს ატარებდა, მაშინ როცა სინამდვილეში მას თეთრი და ლურჯი შაშხიანი მოკლე წინდები ეცვა. მაგრამ ოსის ჯადოქართან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი მანდელას ეფექტი არის ფრაზა „ტოტო, მგონი ჩვენ აღარ ვართ კანზასში“. ეს ფრაზა დოროთიმ მაშინ თქვა, როცა ისინი მანჩკინლენდში აღმოჩნდნენ. და სინამდვილეში ის ამბობს „ტოტო, მგონია რომ ჩვენ აღარ ვართ კანზასში“. ამან ბევრ გულშემატკივარს დაეჭვა საკუთარი რეალობა. მეშვიდე ნომერი. Pop ვარსკვლავი Britney Spears-ი წლების განმავლობაში არაერთი სკანდალის მონაწილე იყო.
სამწუხაროდ, მას მედია აგვირდებოდა მაშინ, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში იმყოფებოდა, რასაც ბევრი ადამიანი მის ახალგაზრდობაში მოპოვებულ დიდებას უკავშირებს. ის ასევე უცნაური შეთქმულების თეორიის ობიექტია, რომლის მიხედვითაც ნამდვილი ბრიტნი სპირსი სინამდვილეში ცოცხალი აღარ არის და ის მრავალი წლის წინ ორეულით ჩაანაცვლეს. ეს ამ თეორეტიკოსების აზრით ხსნის მის პიროვნებაში მომხდარ მკვეთარ ცვლილებებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა. ამ თეორიამ ინტერნეტში იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ხალხმა დაიწყო სპირსის ძველი და ახალი ფოტოების შედარება. ამოიჩინეს განსხვავებები მისი სახის სტრუქტურაში, ყურების, თვალების და თუნდაც ყურის ბიბილოების ფორმაში. სპირსმა ამ თეორიას საჯაროდ უპასუხა და მას უბრალოდ გართობად აღიქონს. მან, რა თქმა უნდა, უარყო, რომ ვინმე შემსვლელი იყო და აღნიშნა, რომ ეს თეორია სხვა მომღერლებსაც შეეხოთ, მაგალითად Avril Lavins და Paul McCartney-ს. ის ხშირად იხსენიება მანდელას ეფექტის შესახებ საუბრისასაც, ხოლო საიდუმლოება მის მუსიკალურ ვიდეოს უკავშირდება სიმღერაზე Oops, ისევ გავაკეთე, რომელიც გამოსვლისთანავე გლობალურ სენსაციად იქცა. ეს სიმღერა Spears-ის მეორე ალბომშია, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია და რომლის გამოც Britney Spears-ი ყველასთვის ცნობილი გახდა. ამ დროისთვის მან მილიონობით ფანი შეიძინა, რომელთაგან უმეტესობას მისი სიმღერების ტექსტების უმეტესობა ზეპირად იცოდა. მუსიკალურმა ვიდეომ უზარმაზარი გაშქება მიიღო და მრავალი თვის განმავლობაში მსოფლიოს მუსიკალურ არხებზე გადიოდა. ვიდეოში სპირსი ციტელ კაციუთშია გამოწყობილი და მის გარშემო მოცეკვავეები ვერცხლის ფერტანცაცმელში არიან. მისი კარიერის ადრეულ ეტაპებზე ეს კოსტიუმი ლეგენდარული გახდა, რაც კიდევ უფრო უცნაურს ხდის იმას, რომ ახლა ის მანდელას ეფექტის ნაწილი გახდა. ფანებმა ეს კონკრეტული მუსიკალური ვიდეო მხოლოდ YouTube-ზე 11 მილიონზე მეტჯერ ნახეს. თუმცა, ერთი პატარა დეტალი მის ფანებში დიდ დაბნეულობას იწვევს. ბევრი ამბობს, რომ კაფეოდ ახსოვთ, როგორ ეკეთა Spears შავი ყურსასმენი მიკროფონით, როცა ვიდეოში ასრულებდა. და როცა წლების შემდეგ ვიდეოს ისევ უყურეს, ის საეჭვოდ აღარ იყო. Trolლებრივ ამას უბრალოდ მცდარ მოგონებად ჩავთვლიდით, მაგრამ ათასობით ადამიანი შეუერთდა ამ საუბარს, ამტკიცებენ, რომ რაღაც შეიცვალა ჩვენს დროის ხაზში და Spears-ის მიკროფონი ამ პროცესში რაღაცნაირად დაიკარგა. სხვებმა სადეს უფრო გონივრული ახსნა მოეძებნათ ამისთვის და მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ როდესაც Spears-ის სათამაშო ფიგურა გამოვიდა, მასთან მოხვებოდა ყურსასმენი და მიკროფონი აქსესუარებად. ასევე მიუთითეს, რომ სათამაშო ფიგურა ედებოდა იმავე ტანსაცვლით, რაც მუსიკალურ ვიდეოშია ნაჩვენები და სავარაუდოდ სწორედ აქედან წარმოიშვა ეს დაბნეულობა. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება მანდელას ეფექტის შემთხვევებში, Spears-ის ყველაზე ერთგული ფანები ამტკიცებენ, რომ ვიდეო როგორცაც შეცვლილია და ამის მიზეზად სწორედ მანდელას ეფექტს ასახელებენ. Number X. ალბათ ძალიან დამაბნეველია, როცა ვიღაცას აღმოაჩნდება, რომ თავის ცხოვრების ძალიან ჩვეულებრივ დეტალს 10 წლეულების განმავლობაში არასწორად იმახსოვრებდა. და როცა ეს ხდება, ზოგი ადამიანი ამას მანდელას ეფექტს აბრალებს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად სჯერათ, რომ მათი რეალობა შეიცვალა და თავიდან სწორი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ახალ რეალობაში ეს ინფორმაცია სხვანაირია. ზოგი ამას მულტივერსის თეორიას აბრალებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ არსებობს ლოგიკური ახსნა, მაგალითად, მცდარი მეხსიერება ან მასწავლებელი, რომელმაც წლების წინ არასწორი ინფორმაცია ასწავლა. ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ მანდელას ეფექტი მხოლოდ უცნობ ფაქტებს ეხება, მაგალითად, რომელიმე ბრენდის სახელწოდების მართლწერას ან ისტორიულ მოვლენას, რომელიც 10 წლების წინ მოხდა. სამწუხაროდ, ასე არ არის. მას ადანაშაულებენ საკმაოდ ჩვეულებრივ შეცდომებშიც, რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი ახლა იგებს, რომ აშშ 50 შტატისგან შედგება, მაშინ როცა მთელი ცხოვრება სჯეროდათ, რომ 42 იყო. როდესაც ინტერნეტის მომხმარებლებმა ამ საკითხზე ონლაინ ფორუმებზე წერა დაიწყეს, ბევრმა ადამიანი გაუცდა იმ ფაქტით, რომ ამდენი სხვაც ამ შეცდომაში იყო. ამან დისკუსია გამოიწვია მანდელას ეფექტზე და იმაზე, რეალური ფენომენია ეს თუ არა, მაგრამ დღემდე ცხადია, შეთანხმება არ არსებობს. ერთმა მომხმარებელმა სადა ამ შეცდომის მიზეზი ლოგიკურად ეპოვა და შესთავაზა, რომ ზოგმა ადამიანმა შესაძლოა შეცდომით იფიქრა ან ასწავლეს, რომ პუერტო-რიკო და ვაშინგტონ DC შტატები იყვნენ. ზოგი მომხმარებელი დაეთანხმა, მაგრამ დაამატა, რომ შესაძლოა ეს ფაქტები სხვა დროის ხაზზე ასწავლეს, სადაც ეს ტერიტორიები შტატებად ითვლება, რამაც მთელი დისკუსია ისევ საწყის წერტილზე დააბრუნა. ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ინტერნეტი სავსეა პოსტებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 42 შტატია და იკითხა, თუ ეს ცრუ მოგონებაა, რატომ არ ფიქრობდნენ, რომ 41 ან 43 იყო. Posty posts most ofs, სადაც 42 შტატზე კითხულობენ და არც ერთ სხვა რიცხვს არ ახსენებენ, რამაც თემაზე დამატებითი დებატები გამოიწვია. ერთმა Reddit-ის მომხმარებელმა დაწერა თავისი გამოცდილების შესახებ მანდელას ეფექტთან დაკავშირებით და თქვა, რომ ბავშვობაში უყურებდა ბავშვთა შოუს Arthurs და ახსოვს, რომ იქ თქვეს, შტატების რაოდენობა 50-ზე მეტიაო. ამ ეპიზოდში ერთ-ერთი პერსონაჟი შტატების რაოდენობას არასწორად ასახელებს და მას ასწორებენ.
ამიტომ, როდესაც მომხმარებელმა გაიგო, რომ მხოლოდ 50 შტატი იყო, გადაწყვიტა ისევ ეპოვნა ეს ეპიზოდი, საკმაოდ მარტივად მიაგნო და გადაახვია იმ მონაკვეთზე, რომელიც აინტერესებდა. საოცრად პერსონაჟი მართლაც ასწორებენ, მაგრამ იმის ნაცვლად რომ უთხრან, შტატების რაოდენობა 42, ის იგებს, რომ 50 შტატია. ავტორს თითქმის არ სჯეროდა, რასაც ისმენდა და ვერ ახსნა, საიდან ქონდა ეს მცდარი მოგონება. ნომერი 5. მანდელას ეფექტის დებატებში ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი ადამიანი დედა ტერესაა, რომელსაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ 1990-იან წლებში წმინდანად შერაცხეს, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა მოგვიანებით გაიგეს, რომ ეს არასდროს მომხდარა. დედა ტერესა 1900 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში დაიბადა, მაგრამ 1928 წელს ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად და ურებლად და იქ ლორეტოს დების ორდენს შეუერთდა. 6 კვირის შემდეგ ის ინდოეთში გაემგზავრა, სადაც მასწავლებელი გახდა და გადაწყვიტა აღთქმის სტადების შემდეგ სახელი შეეცვალა. მან არჩია სახელი ტერეზა, ფრანგი კარმელიტი მონაზმის პატივსაცემად, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. შემდეგ ის ლორეტოს დების სკოლას შეუერთდა და იქ მომდევნო 17 წლის განმავლობაში ასწავლიდა. თუმცა 1946 წელს მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. მან გადაწყვიტა თავი მიუძღვნას ავადმყოფებისა და ღარიბების მოვლას, ვითაც დღესაც ახსოვთ. მიჩნეულია, რომ ეს გადაწყვეტილება იმან გამოიწვია, რომ ის ინდოეთის გარეუბნებში ხშირად ხედავდა ღარიბ და ავადმყოფ ადამიანებს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძოდნენ. და მას შემდეგ, რაც თავი მიუძღვნა ამ საქმეს, ის გადავიდა ამ რაიონებიდან ერთ-ერთში. მან შექმნა პეტიცია, რომელიც წარუდგინა მუნიციპალურ ხელისუფლებას, რომლებმაც შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მას საჩუქრად გადაეცათ მომლოცველთა სასტუმრო გალის, ინდუისტური ქალღმერთის წმინდა ტაძართან ახლოს. აქ მან 1958 წელს დაარსა ქველმოქმედების მისიონერები. ის გახდა ინდოეთის რეზიდენტი და მალე დაიწყო შემოწირულობებისა და მხარდაჭერის მიღება მთელი მსოფლიოდან. მან დაარსა ღია სკოლები და სამედიცინო დისპენსერები ღარიბებისთვის და რამდენიმე მონაზონმა გადაწყვიტა დაეხმაროს მის საქმეს. 1952 წელს მან შექმნა ჰოსპისი სუფთა გულისთვის და დაარსა რამდენიმე სხვა დაწესებულება უსინათლოთათვის და ხანდაზმულთათვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრობდნენ. შემდეგ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მშვიდობის ქალაქის შექმნაში, რომელიც იყო კოლონია მათთვის, ვინც კეთრით იტანჯებოდა. 1971 წელს მას გადაეცა პაპი იოანე 23-ის მშვიდობის პრემია, ხოლო 8 წლის შემდეგ მას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია იმ ადამიანებთან მუშაობისთვის, რომლებიც სხვებზე ნაკლებად იღბლიანები იყვნენ. მას ასევე მიენიჭა ინდოეთის მთავრობის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო და მისი მემკვიდრეობა განმტკიცდა. 1989 წელს მას გულის შეტევა დაემართა და ჯანმრთელობის გამო გადაწყვიტა გადამდგარიყო. 1927 წელს მან თავის მემკვიდრე დაასახელა და ნამალა. ის გარდაიცვალა 1987 წლის 5 სექტემბერს 87 წლის ასაკში, როცა კვლავ კოლკატაში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალებიდან 2 წელიწადში კათოლიკურმა ეკლესიამ დაიწყო დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვისთვის მზადება, რაც ნიშნავს, რომ მას წმინდანად გამოაცხადებდნენ. პაპმა იოანე პაულე მეორემ ბრძანა, რომ პროცესი დაჩქარებულიყო და ის 2003 წლის ოქტომბერში ნეტარად შერაცხეს. 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა, თუმცა ამ ფაქტმა ბევრი ადამიანი დააბნია. ზუსტად ისე, როგორც ნელსონ მანდელას პატიმრობის შესახებ ცდარი წარმოდგენა, მათ ახსოვთ, რომ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხეს მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და არა წლების შემდეგ, რაც გარდაიცვალა. ბევრმა ადამიანმა მაშინვე მიმართა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ ფორუმებს, რათა ეთქვათ, რომ ნათლად ახსოვთ მისი გამოსახულება Time and Life ჟურნალის ყდაზე სათაურით, რომელიც მიუთითებდა, რომ ის წმინდანად შერაცხეს. მათ ეს თემა რამდენიმე ოჯახის წევრთანაც განეხილეს და ყველას იგივე ახსოვდა. ეს ვერ ხსნიდა განსხვავებას მათ კოლექტიურ მოგონებებში. ათასობით ადამიანმა კიდევ გააზიარა იგივე მცდარი მოგონება და ვერავინ ახსნა, რატომ ხდებოდა ასე. ნომერი 4. დავითის ქანდაკება, რომელიც მხატვარმა მიქელანჯელომ შექმნა, ბევრის აზრით ერთ-ერთ საუკეთესო სკულპტურულ ნამუშევრად ითვლება, რაც კი ოდესმე შექმნილა. ქანდაკების იდეა იტალიის ქალაქ ფლორენციაში სამუშაოების ოფისის ზედამხედველებმა წამოაყენეს. იგი უნდა ყოფილიყო 12-დან ერთ-ერთი მსგავსი ნამუშევარი, რომლებიც შეკვეთილი იყო, რომელთაგან პირველი იყო იესო ნავესცის ქანდაკება, რომელიც დონატელომ შექმნა. შემდეგი ჰერკულესის ქანდაკება დონატელოს მოწაფემ აგოსტინო დი დუჩომ 1463 წელს შექმნა და მასვე დაავალეს ახალგაზრდა დავითის მარმარილოს ქანდაკების შექმნა. 2 წლის შემდეგ მან დაიწყო ეს პროექტი, მაგრამ დონატელოს გარდაცვალების შემდეგ დუჩოს მუშაობა შეჩერდა. მას მხოლოდ ფიგურის ფეხები, თორსი, ტერფები და სამოსის რამდენიმე ნაკეთსი ჰქონდა გამოკვეთილი. ანტონიო როსელინო დაავალეს ნამუშევრის დასრულება, მაგრამ შემდეგ კონტრაქტი გააუქმეს. მარმარილოს ბლოკი დაზიანებას იწყებდა, რადგან ის 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სვიმასა და ამინში გარეთ იყო დატოვებული.
საჭირო გახდა ახალი ხელოვანის პოვნა და თავდაპირველად ლეონარდო და ვინჩი განიხილებოდა, მაგრამ 1501 წელს მიქელანჯელოს სთხოვეს ნამუშევრის დასრულება. მას ყოველთვიურად 6 ფიორინის ხელფასი გადაუხადეს და უთხრეს, რომ ნამუშევრის დასასრულებლად 2 წელი ჰქონდა. სტატუასთან მცველი დააყენეს, რათა სხვა ხელოვანებს განზრახ არ დაეზიანებინათ იგი, რადგან მათ არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ 26 წლის მიქელანჯელო შეარჩიეს ამ როლისთვის. ამის მიუხედავად, ზოგმა ხელოვანმა მაინც მოახერხა მისი დაზიანება ქანდაკებისთვის ქვების სროლით და ამ ნაკვალევთა ნაწილი დღესაც ჩანს. სტატუის გარშემო ხარაჩოები ააგეს, რათა მიქელანჯელოს მისდომოდა ყველაზე მაღალ ნაწილებს და მან დაიწყო მუშაობა საკუთარი ხელით დამზადებული სადეხებით. 1504 წელს, როდესაც მიქელანჯელო ნამუშევრის დასრულებას უახლოვდებოდა, ფლორენციის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ არ იცოდნენ, როგორ აეტანათ დაახლოებით 17 ფუტის სიმაღლისა და 8 ტონაზე მეტი წონის მქონე ქანდაკება ტაძრის სახურავზე. გადაწყვიტეს, რომ ქანდაკება პალაცო დელა სიგნორიაში გადაეტანათ. ეს ვარიანტი აარჩიეს და ქანდაკება 1504 წელს შესასვლელთან დააყენეს. იქ ის 300 წელზე მეტხანს იდგა, ხოლო 1800-იან წლებში შენიშნეს, რომ ფიგურის მარცხენა ფეხზე პატარა ბზარები გაჩნდა. რადგან ეჭვობდნენ, რომ ეს არათანაბარმა მიწამ გამოიწვია, ქანდაკება აკადემიის გალერეაში გადაიტანეს. 1981 წელს მხატვარი პიერო კანატა გალერეაში ჩაქუჩით შევიდა, რომელიც ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა დამალული და ქანდაკებას დაესხა თავს, რის შედეგადაც მარცხენა ფეხის თითი დააზიანა. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ ქანდაკების განადგურება მე-16 საუკუნის მხატვრის მოდელმა უბრძანა. ქანდაკება დღესაც გალერეაშია გამოფენილი და ასობით ათასი ადამიანი ჩადის ამ ტერიტორიაზე მის სანახავად. მაგრამ ის ასევე უცნაური და მოულოდნელი მანდელას ეფექტის საგანია. როცა ადამიანები იგებენ, რომ დავითის ფიგურა გულის ფორმის გუგებით შეიქმნა, ისინი ჩვეულებრივ სკეპტიკურად არიან განწყობილი და თავიდან უარს ამბობენ ამ ფაქტის მიღებაზე. ზოგი ადამიანი, ვინც სკულპტურა პირადადაც კი ნახა, არც კი იცოდა ამის შესახებ და ამას მანდელას ეფექტს აბრალებს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ როდესაც ქანდაკებას უყურებდნენ, გუგები მრგვალი და ჩვეულებრივი იყო და ამტკიცებენ კიდეც, რომ უცნაური ფორმის გუგებს მაშინვე შეამჩნევდნენ. ჯერ კიდევ უცნობია, რატო გადაწყვიტა მიქელანჯელომ ასე მოქცეულიყო, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არ იყო და როგორც ჩანს, მან არასდროს უთქვამს არავისთვის, რატო მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს ერთადერთი შეუსაბამობა არ არის, რაც ადამიანებმა შენიშნეს. რამდენიმე ვიზიტორი მიიჩნევს, რომ მისი მარჯვენა ხელი უკვე აღარ არის იმავე პოზიციაში. და რადგან ეს შეუძლებელია, ისინი ფიქრობენ, რომ პირველად დავითის ქანდაკება სხვა რეალობაში ნახეს. ნომერი 3. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ტყუის ცლები რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ეხება, რომლებაც მძიმე სომიელმაც მძიმე სოციალურ-პოლიტიკური არეულობის ეპოქა განიცადეს მე-20 საუკუნის გვიან წლებში, ეს ტერმინი ყველაზე მეტად იტალიაშია ცნობილი, სადაც ეს პრობლემები 1960-დან 80-იანი წლების ბოლომდე არსებობდა. ეს იყო უკიდურესი გაურკვევლობის პერიოდი, როდესაც უკიდურესი მემარცხენე და მემარჯვენე დაჯგუფებები ცდილობდნენ იტალიის მთავრობის დამხობას და მიზნის მისაღწევად არაფერზე ჩერდებოდნენ. მათ საკუთარ ქვეყანაში თავდასხმები ორგანიზეს, რის შედეგადაც ეს ეპოქა სწორედ იმ წარმოუდგენელი რაოდენობის ვაზნების გამო დაერქვა, რაც ამ კონფლიქტებში დაიხარჯა. იტალიის მოქალაქეები შეშინებულები დარჩნენ, რადგან არასოდეს იცოდნენ, როდის უნდა ელოდათ მორიგ ინციდენტს. და რადგან ეს თავდასხმები საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუთვალისწინებლად ხორციელდებოდა, ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1980 წლის 2 აგვისტოს ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი თავდასხმა ბოლონიას ცენტრალურ სადგურზე განხორციელდა. იმ დილის 10:25 წუთზე შეიარაღებული რევოლუციური ბირთვების ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა სადგურის მეორე სართულის მოსაცდელ ოთახში შევიდა და დატოვა ჩემოდანი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. არავის შეუმჩნევია მიტოვებული ჩემოდანი და შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა. დღემდე ბევრ ადამიანს მიაჩნია ეს შემთხვევა როგორც ყველაზე მძიმე ინციდენტი ტყუის წლების განმავლობაში. საინფორმაციო საშუალებები სწრაფად მივიდნენ ადგილზე და დააფიქსირეს ის განადგურება, რაც იქ დარჩა. ბევრმა მედია ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ სადგურის საათები თავდასხმის დროს 10:25-ზე გაჩერდა და მათ გამოიყენეს გაჩერებული საათის გამოსახულება, რათა გაესვათ ხაზი იმ ტრაგედიას, რაც იმ დღეს მოხდა. მაგრამ ზოგიერთი ადამიანის თქმით, სწორედ აქ იწყება საათთან დაკავშირებული ფაქტების გარკვეულწილად ბუნდოვანება. მათ ახსოვთ, რომ საათი სწორედ იმ დროს იყო გაჩერებული, რათა ტრაგედია დაემახსოვრებინათ და რომ ის განზრახ არასდროს შეუკეთებიათ იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც დაიღუპა ან დაშავდა. რეალობა ისაა, რომ საათი სწრაფად შეაკეთეს და წლების განმავლობაში ჩვეულებრივად მუშაობდა. შემდეგ 1986 წელს საათი გაფუჭდა და გადაწყდა, რომ ის კვლავ 10:25-ზე დაეყენებინათ და ამ დროისთვის სამუდამოდ დაეტოვებინათ ზემოთხსენებული მიზნებისთვის. ის აღარასოდეს შეკეთებულა და დღეს ის იმ ტრაგიკული მოვლენების მემორიალად მსახურობს.
როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს გაკეთდებოდა, ბევრმა ადამიანმა, მათ შორის პოლონიელებმაც, ვერ გაიგო, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რადგან ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ საათი ყოველთვის იმ ზუსტ დროს აჩვენებდა და 1980 წლის შემდეგ აღარ შეკეთებულა. ფსიქოლოგთა ჯგუფს ეს საინტერესო მოეჩვენა და გადაწყვიტეს კვლევა ჩაეტარებინათ. მათ გამოკითხეს ათეულობით ადამიანი და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა, ვინც სადგურში მუშაობდა, არც კი იცოდა, რომ საათი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. 180 ადამიანი, რომლებიც ან რეგულარულად იყენებდნენ სადგურს, ან იქ მუშაობდნენ, გამოიკითხა. და მკვლევარები გაგურვებულები დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ 92% სჯეროდა საათი არასდროს შეკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მას რეგულარულად საკუთარი თვალით ხედავდნენ. როდესაც კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, კიდევ ათასობით ადამიანმა განაცხადა, რომ ისინი იტალიაში ცხოვრობდნენ და ყოველთვის იცოდნენ, რომ იმ დღეს საათი გაჩერდა და მას შემდეგ გაბუჯებული დარჩა. ბევრს უჭირდა დაჯერება, რომ ეს უბრალოდ კოლექტიური მცდარი მეხსიერება იყო და მათ მიანიშნიანიშნეს, რომ რაღაც ბევრად უფრო ბნელი ხდება. როგორც მოსაოდელი იყო, ზოგიერთმა ეს მანდელას ეფექტს დააბრალა და სჯერათ, რომ იგივე საათი სხვა რეალობაში არსებობს, ან ის არასდროს შეკეთებულა. ნომერი 2. თუ ოდესმე არსებობდა მანდელას ეფექტის საიდუმლო, რომელიც აღშფოთებას გამოიცავდა, ეს პოლ რევერის შუახამის ჭირით ეხება. ეს მოვლენა ხშირად ციტირებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის ისტორიაში. ამიტომაც ბევრი ადამიანი უარს ამბობს დაიჯეროს, რომ ფაქტები არასწორად ახსოვთ. 1765 წლის აპრილში პატრიოტებმა მაშინდელ მასაჩუსეტსის ყურის პროვინციაში შეიტყვეს ბრიტანელების გეგმის შესახებ, რომლებსაც მასაჩუსეტსის პროვინციის მთავრობაზე ზეწოლა სურდათ. გადაწყვეტილ იქნა, რომ გაფრთხილება უნდა გაეგზავნათ პროვინციის მინიტმენებისთვის მანამდე, სანამ ბრიტანეთის ჯარები მივიდოდნენ და ეს დავალება თავისუფლების შვილებს დაეკისრათ. ჯოზეფ უორენმა გადაწყვიტა, რომ პოლ რივერი გაეგზავნა კონკორდში მდებარე პროვინციის კონგრესში, სადაც პატრიოტების ყველაზე დიდი იარაღის მარაგი ინახებოდა. როგორც კი გაფრთხილება მიიღეს, იარაღი კონკორდიდან გაიტანეს. 14 აპრილს გენერალ თომას გეიჯ ერლ დარტმუთისგან მიიღო მითითება, რომ განიარებინა ყველა მიამბოხე, ვინც ეს იარაღი შეაგროვა და დაეკავებინა ჯონ ჰენკოკი და სემუელ ადამსი სხვა მიამბოხეებთან ერთად. 18 აპრილს Rivers the Dews აცნობს, რომ ბრიტანეთის ჯარები ბოსტონიდან გამოვიდნენ და კონკორდის, ლექსინგტონისა და კემბრიჯის მიმართულებით მიემართებოდნენ. მიჩნეული იყო, რომ ისინი ჰენკოკს და ადამს ეძებდნენ და რომ ლექსინგტონში მყოფ ლიდერებს მოახლოებული თავდასხმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათ სჭირდებოდათ გაფრთხილების გაგზავნა, ამიტომ რევერმა ნიუტონის ეკლესიის სექსტონს უთხრა, რომ მზად ყოფილიყო სიგნალისთვის. ეს გადაეცემოდა ფარნების საშუალებით. თუ ის დაინახავდა ბრიტანელ ჯარისკაცებს ხმელეთით მოსულებს, მხოლოდ ერთ ფანს აანთებდა. თუ ისინი ზღვით მოვიდოდნენ, ორ ფანს აანთებდა. ეს ჩარლსტაუნის კოლონისტებს საკმარის დროს მისცემდა მოსამზადებლად და როცა დრო დადგა, ორი ფარნი აანთეს. პოლ რივერმა მიცა მითითებები, რომ შეთმობინება ჩარლსტაუნში გადაეცათ, შემდეგ კი ნავით გადაცურა ჩარლზის მდინარე და შეძლო სამეფო ფლოტისთვის თავის არიდება. ის ჩარლსტაუნში ჩავიდა და ლექსინგტონისკენ გაემართა, გზად კი ხალხს აფრთხილებდა, რომ ბრიტანელები მოდიოდნენ. ეს ისტორიული მომენტი უამრავჯერ იქნა ციტირებული და ბევრ მოთხრობაში რივერი გამოსახულია, როგორც ცხენზე ამხედრებული, რომელიც ხვირის ბრიტანელები მოდიან ზღვით. პრობლემა ამ ვერსიასთან ისაა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არასდროს მომხდარა. მიჩნეულია, რომ ეს მცდარი წარმოდგენები მომდინარეობს ჰენრი ვატსვორთ ლონგფელოს პოემიდან პოლ რივერის მგზავრობა, სადაც ნაჩვენებია თითქოს რივერი მამაცურად მარტო მოგზაურობდა. რეალურად, მასთან ერთად იყვნენ უილიამ დუსი და სემუელ პრესკოტი და იმ ღამის ბოლოსთვის დაახლოებით 40-მდე კაცი გადაადგილდებოდა ამ ტერიტორიაზე და აფრთხილებდა ყველას, ვისაც შეხვდებოდნენ. პოემაში ის საბოლოოდ კონკორდში აღწევს, მაგრამ ესეც არასწორია. Riveri, Dosey and Prescott ბრიტანელებმა შეაჩერეს და მათ გაგოფა მოუწიათ. ისინი სხვადასხვა მიმართულებით გაემართნენ, მაგრამ Riveri ლექსინგტონში დააკავეს და დააპატიმრეს. Dosey ცხენიდან ჩამოვარდა და შემდეგ დაიკარგა, ხოლო პრესკოტმა შეძლო კონკორდის მცხოვრებლებისთვის მოახლოებული ჯარის შესახებ გაფრთხილება. Number Purval. ბეისბოლი ხშირად მოიხსენიება როგორც ამერიკის საყვარელი გასართობი. ყოველ წელს გაზაფხულსა და ზაფხულში მთავარი ლიგის ბეისბოლის გუნდები იბრძვიან მსოფლიო სერიის მოსაგებად, რაც მარტივი საქმე არ არის. თითოეული გუნდი რეგულარული სეზონის განმავლობაში სულ 162 თამაშს ატარებს, რაც ნიშნავს, რომ პოსტსეზონამდე ყოველწლიურად 2430 რეგულარული სეზონის თამაში ტარდება. ეს გულშემატკივრებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავიანთი საყვარელი გუნდის თამაში სეზონში რამდენჯერმე ნახონ და ადვილი გასაგებია, რატომ რჩება ეს სპორტი ასეთი პოპულარული.
მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა უბრალოდ გულშემატკივარია, ზოგი ბევრად უფრო ერთგულია და სპორტის ყველა დეტალი ზეპირად იცის. მაგალითად, ყველაზე ცნობილი მოთამაშის სტატისტიკა, თითოეული მოთამაშის მოგებული თამაშების რაოდენობა, ასევე ისტორიული მონაცემები, მაგალითად, თამაშის შექმნა, რამაც მანდელას ეფექტის საიდუმოს წარმოშობა გამოიწვია. Ბეისბოლის ყველაზე ადრეული მოხსენება 1754 წელს ბრიტანულ საბავშვო წიგნში პატარა ლამაზი ჯიბის წიგნში გვხვდება. თუმცა ფართოდ არის მიღებული, რომ Abner Doubleday, ამერიკის სამოქალაქო ომის კავშირის გენერალი, ბეისბოლის თანამედროვე წესების შემქმნელად ითვლება. და მილიონობით ამერიკელს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს ასე არ არის. ისტორია ხშირად ამბობს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანა ცდილობდა მსოფლიო არენაზე თავის დამკვიდრებას. ამისთვის მათ უნდა გამოევლინათ რა ხდის ადამიანს ნამდვილ ამერიკელად, მაგალითად, დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება, ინდივიდუალიზმი და შრომის მოყვარეობა. სწრაფად გაჩნდა მოსაზრება, რომ რადგან ბეისბოლი ამერიკული სპორტია, ის მოიცავდა ყველაფერს ამერიკულს, რადგან უკვე იყო ქვეყნის საყვარელი გართობა. მაგრამ ერთი კაცი სხვაგვარად ფიქრობდა. სპორტული ჟურნალისტი ჰენრი ჩედვიკი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ბეისბოლი ინგლისში წარმოიშვა, რადგან იქ ბავშვები დიდი ხანია თამაშობდნენ თამაშს სახელად რაუნდერსი. წესები ძალიან გავს ბეისბოლის წესებს, მაგრამ ეს მოსაზრება ბევრ ადამიანს აღიზიანებდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ნაციონალური ლიგის პრეზიდენტი აბრაამ მილსი. მან განაცხადა, რომ ბეისბოლი ისეთივე ამერიკული იყო, როგორც ქრისტოფერ კოლუმბი და რომ ყველა, ვინც მას არ დაეთანხმებოდა, დაწკნილი უნდა ყოფილიყო. მან გადაწყვიტა თავისი აზრის დამტკიცება და შექმნა კომისია, რომელიც სპორტის წარმოშობას გამოიკვლევდა. მხოლოდ იმ მამაკაცებს, რომლებიც ნამდვილად თვლიდნენ, რომ ბეისბოლი სრულიად ამერიკული იყო, შეეძლოთ გამხდარიყვნენ ამ კომისიის წევრები. და მალე მათ მიიღეს წერილი სამთო ინჟინრისგან, სახელად Abner Gravesი. ის ამტკიცებდა, რომ თვითონაც იქ იყო, როცა Doubleday 1839 წელს თამაში გამოიგონა, მაშინ 6 წლის იყო. შემდგომში გაირკვა, რომ Gravesი თაღლითი იყო, რომელიც დანაშაულისთვის ციხეში გაგზავნეს და რომ Doubleday 1839 წელს 20 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობილი იყო, კომისიამ გადაწყვიტა Doubleday დაესახელებინათ გამონგონებლად, რათა ყველაფერი ამერიკულად დარჩენილიყო. მაგრამ სიმართლე საბოლოოდ გამოუვლინდა. რეალურად არ ყოფილა ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბეისბოლი გამოიგონეს და არც ერთი ადამიანი შეიძლება დასახელდეს მის გამონგონებლად. უпроსწორად, ის ალბათ განვითარდა რაუნდერსის თამაშიდან და წლების განმავლობაში გარდაიქმნა იმ თამაშად, რომელსაც დღეს ყველანი ვიცნობთ. მაგრამ ბევრი ადამიანი უარს ამბობს ამის მიღებაზე და მიაჩნია, რომ სპორტი მართლაც Doubleday-მ გამოიგონა. მხოლოდ სხვა რეალობაში, რომელიც უკვე დაკარგულია. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააძოეთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოდავათ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Announce და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.